ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ ანტიკური ისტორიის საუკუნოვან დაპირისპირებას. პუნიკური ომების ისტორია. რომისა და კართაგენის საუკუნოვანი ომი. პირველი პუნიკური ომი. ნაწილი პირველი. ისტორიის ფურცლებზე არის ეპოქები, რომლებიც არა მხოლოდ სულიან გეოპოლიტიკურ რუკას, არამედ განსაზღვრავენ მთელი ცივილიზაციის მომავალ ბედს. ანტიკურ ისტორიაში ასეთი კატაკლიზმა იყო პუნიკური ომები, რომლებიც საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნის შუახანებში ხმელთაშუა ზღვის აუზში ორი განსხვავებული, მაგრამ ერთნაირად ამბიციური ძალა იდგა აღმავლობის გზაზე: რომის რესპუბლიკა და კართაგენის იმპერია. კართაგენის სიმდიდრე და ძლიერება ეფუძნებოდა ზღვას, ვაჭრობას და კოლონიების ქსელს, რომელიც აფრიკიდან იბერიის ნახევარკუნძულამდე იყო გადაჭიმული. მისი უპირატესობა იყო უზარმაზარი საზღვაო გამოცდილება და სტაბილური ეკონომიკა. მის საპირისპიროდ რომის რესპუბლიკა იმ დროისთვის უკვე ჩამოყალიბებულ სახმელეთო ძალად იქცა. მან ახლახანს დაასრულა აპენინის ნახევარკუნძულის გაერთიანება და ამით თავისი სამხედრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაზარდა. რომის ძლიერება ეფუძნებოდა დისციპლინირებულ ლეგიონებს, რომლებიც მოტივირებულნი იყვნენ მიწის, დიდებისა და უშუალოდ რესპუბლიკის იდეალების დაცვით. მისი აშკარა სისუსტე ზღვაზე გამოუცდელობა იყო. რომს არ გააჩნდა არც საკმარისი ფლოტი და არც მეზღვაურთა ისეთი კორპუსი, როგორიც კართაგენს ჰყავდა. კართაგენს თავის მხრივ სჭირდებოდა ძლიერი სახმელეთო არმია. მისი ძლიერება ძირითადად დაქირავებულ ჯარებზე იყო დაფუძნებული: ნუმიდიელ, ლიბიელ და ბერძენ პროფესიონალ მეომრებზე, რომელთა ერთგულებაც მხოლოდ ანაზღაურებაზე იყო დამოკიდებული. ამ ორი განსხვავებული ძალის შეჯახება გარდაუვალი იყო. ხმელთაშუა ზღვაში არ არსებობდა საკმარისი სივრცე ორი ზესახელმწიფოს მშვიდობიანი თანაარსებობისთვის. ინტერესთა კონფლიქტის დეტონატორი კი სიცილია აღმოჩნდა. სიცილიის კუნძული ვაჭრობისა და სამხედრო კონტროლისთვის უმნიშვნელოვანეს პლაცდარმს წარმოადგენდა. კართაგენი უკვე აკონტროლებდა კუნძულის დიდ ნაწილს, ხოლო რომის ექსპანსია აპენინის ნახევარკუნძულის გაერთიანების შემდეგ აუცილებლად უნდა გასცდენოდა მის ბუნებრივ საზღვრებს. კონფლიქტის უშუალო კერა გახდა ქალაქი მესინა, რომელიც სიცილიის და იტალიის გამყოფ სრუტესთან მდებარეობდა. ქალაქს იმ დროს აკონტროლებენ მამერტინელები, იტალიელი დაქირავებულები, რომელთაც სირაკუზის ტირანის მხრიდან საფრთხე დაემუქრათ. დახმარებისთვის მათ ჯერ კართაგენს, შემდეგ კი რომს მიმართეს. მათმა გადაწყვეტილებამ, რომ დახმარებისთვის ჯერ კართაგენისთვის, შემდეგ კი რომისთვის მიემართათ, შექმნა დაძაბულობის კრიტიკული მომენტი. კართაგენის გარნიზონის შესვლა მესინაში რომის სენატისთვის მიუღებელი იყო. მათი გააქტიურება სახელმწიფოს სამხრეთ საზღვრებს უშუალოდ ემუქრებოდა. რომში მოიწვიეს სახალხო კრება, სადაც ხანგრძლივი დებატების შემდეგ გადაწყდა სიცილიისკენ გაგზავნილიყო ორი ლეგიონი კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. რომაული ლეგიონების ჩამოსვლა მესანაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. ქალაქის მოსახლეობის ნაწილი კვლავ ინარჩუნებდა კართაგენთან კეთილგანწყობას, თუმცა რაოდენობრივად უფრო ძლიერი ჯგუფი სწრაფად გადავიდა რომის მფარველობის მხარეზე. შექმნილ ვითარებაში კართაგენელმა სარდალმა ჰანონმა ვერ გამოიჩინა ვერც პოლიტიკური წინდახედულობა და ვერც საკმარისი სიმტკიცე სიტუაციის სამართავად. მესინის მცხოვრებლებმა მოახერხეს კართაგენული გარნიზონის განდევნა და აღადგინეს ადგილობრივი თვითმმართველობა რომის მფარველობით. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტის დაკარგვამ სერიოზული დარტყმა მიაყენა კართაგენის პოზიციებს და სწორედ ამ მოვლენით დაიწყო კონფლიქტი, რომელიც ჩვენთვის ცნობილია როგორც პირველი პუნიკური ომი.
ომის პირველ წლებში ბრძოლის ველი ძირითადად ხმელეთზე იყო. ამ შეტაკებებში გაწაფული რომაული დისციპლინა და ორგანიზებულობა ეფექტურად უპირისპირდებოდა კართაგენის არმიის დაქირავებულ მებრძოლებს. რომაელი სამხედროები, რომლებიც მრავალწლიან კონფლიქტებში იყვნენ გამოწრთობილი, უსწრაფესად იპყრობდნენ სიცილიის ტერიტორიებს. ბერძენი ისტორიკოსის დიოდორეს ცნობებით 67 ქალაქი გადავიდა რომაელთა მხარეს. მალე მათ დამხმარე ძალებით შეემატათ და კიდევ უფრო უკეთ დაიწყეს ომის წარმოება. ასევე რესპუბლიკის მოკავშირე გახდა სირაკუზის მმართველიც. სირაკუზის გადაბირება რომაული დიპლომატიის უდიდესი მონაპოვარი იყო. სიცილიაში ახალი მოკავშირის გაჩენამ გაამაგრა რომაელთა პოზიცია. ქრისტეს შობამდე 262 წელს რომის რესპუბლიკამ მთავარი შეტევა აგრიგენტუმის მიმართულებით განავითარა. ქალაქი, რომელიც სიცილიაზე კართაგენელთა მთავარ სამხედრო ბაზას წარმოადგენდა, სტრატეგიული მნიშვნელობის კვანძი იყო. ალყა მრავალი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის სულსაც სანოვაგის ნაკლებობას განიცდიდა, რომაელთა პირველადი მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. როდესაც რესურსების მარაგი ამოიწურა, კართაგენის სარდლობამ დედაქალაქიდან დამხმარე ძალა გამოიყვანა. ამ არმიას ხელმძღვანელობდა ჰანონი, რომელსაც თან ახლდა მრავალრიცხოვანი დაქირავებული ქვეითები, ნუმიდიელი კავალერია და 50-ზე მეტი საბრძოლო სპილო. ჰანონის მიზანი იყო ალყის გარღვევა და რომაული არმიის სრული განადგურება. მან ჭკვიანური ტაქტიკა გამოიყენა, თავს დაესხა მომარაგეების ხაზებს, რომელთა მდგომარეობა სერიოზულად გართულდა. ალყა შემორტყმული ლეგიონები მოულოდნელად აღმოჩნდნენ ორ ფრონტზე მოქცეულნი. გადამწყვეტი ბრძოლა გარდაუვალი იყო. ამ ხანგრძლივ და სისხლიან დაპირისპირებაში გამარჯვება რესპუბლიკის ლეგიონებს დარჩათ. ჰანონის არმია განადგურდა, ქალაქი დაეცა, ხოლო რომმა პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა ომში. ამიერიდან ცხადი გახდა, რომ ხმელეთზე კართაგენს რომის დამარცხება არ შეეძლო. მიუხედავად სახმელეთო დომინირებისა, სიცილიის ზღვისპირა ქალაქები მხარს კვლავ კართაგენს უჭერდნენ. კართაგენელთა უძლეველი ფლოტი აკონტროლებდა მთელ ხმელთაშუა ზღვას. ისინი ახორციელებდნენ ეფექტურ საზღვაო ბლოკადას, რაც ხელს უშლიდა რომაული ჯარების უსაფრთხო მომარაგებას და მათ საბოლოო გამარჯვებას. ომის მოსაგებად რომის რესპუბლიკას უნდა დაეძლია თავისი სისუსტე და ესწავლა საზღვაო ომი. პირველი პუნიკური ომი. ნაწილი მეორე. აგრიგენტუმის ბრძოლაში მოპოვებული ტრიუმფის მიუხედავად, ხმელეთზე გამარჯვება საკმარისი არ იყო. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც კართაგენის ფლოტი უპირობოდ აკონტროლებდა ზღვას. მისი მეზღვაურები თაობების განმავლობაში სწავლობდნენ ზღვის ტალღების ხასიათს, ნავიგაციის საიდუმლოებებსა და ქარის მიმართულების კანონებს. მათი გალერები სწრაფი, მოქნილი და საბრძოლოდ აღკაზმული იყო. რესპუბლიკა ასეთ სამყაროში უცხო იყო. ომის პირველ წლებში რომის მოგრძალებული საზღვაო ძალების ყოველი მცდელობა დაპირისპირებოდნენ კართაგენს მარცხით სრულდებოდა. მეტოქის ფლოტი ზღვის უდავო ბატონი იყო. ის აწარმოებდა ეფექტურ საზღვაო ბლოკადას, რომლის შედეგადაც სიცილიაში მყოფი რომაული ლეგიონების მომარაგება მუდმივად პრობლემური იყო. კართაგენული გემები რეგულარულად ახორციელებდნენ გამანადგურებელ რეიდებს, თესავდნენ პანიკას და ძარცვავდნენ სანაპირო ქალაქებს. რომის ძლიერება მხოლოდ ხმელეთზე იზომებოდა, საჭირო იყო სასწრაფო ცვლილებები. ქრისტეს შობამდე 261 წელს რომის სენატმა უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფოს ისტორიაში პირველად უნდა აეგოთ მრავალრიცხოვანი სამხედრო ფლოტი. პოლიბიოსის ცნობით, რომაელებმა ერთ-ერთ ბრძოლაში ხელში ჩაიგდეს კართაგენული გემი და სწორედ მის ნიმუშზე ააგეს პირველი ფლოტი. სულ რაღაც სამთვეში რომში 120 ხომალდი აიგო. რესპუბლიკის ყველა პროვინციამ მონაწილეობა მიიღო, ზოგმა ხემი აწოდა, ზოგმა ლითონი, ზოგმა კი მუშახელი. ეს იყო ეროვნული ძალის დემონსტრაცია. თუმცა ფლოტის აგება მხოლოდ დასაწყისი იყო. კართაგენელთა გამოცდილების ფონზე რომაელები მოყვარულებად ჩანდნენ, მაგრამ სწორედ მათი გამოგონება ყვავი გახდა გადამწყვეტი სიახლე. ეს იყო მოძრავი ხიდი, რკინის ბასრი წვერით, რომელიც მტრის გემბანზე ეშვებოდა და მასზე მაგრდებოდა. ამგვარად, რომაელებს საშუალება მიეცათ საზღვაო ბრძოლებში გამოეყენებინათ სახმელეთო ბრძოლის ტაქტიკა, ის სფერო, სადაც მათ უდაო უპირატესობა ჰქონდათ.
1 წლის შემდეგ მილისის ბრძოლაში რომის ახლად შექმნილი ფლოტი პირველად შეხვდა კართაგენის ძლიერ საზღვაო ძალას. რომაელთა მიერ გამოყენებული ინოვაცია მტრისთვის უცხო აღმოჩნდა. სწორედ ამან გადაწყვიტა ბრძოლის ბედი. ამ დღეს რომის რესპუბლიკამ თავისი პირველი დიდი გამარჯვება მოიპოვა ზღვაზე. მალევე რომაელებმა დაიკავეს და განდევნეს კართაგენელთა ჯარები კორსიკიდან და სინიიდან, რითაც მთლიანად გაამყარეს თავიანთი პოზიციები ხმელთაშუა ზღვაში. ძველი წელთაღრიცხვით 256 წელს სიცილიის სამხრეთ სანაპიროსთან ორი იმპერიის ფლოტი ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდა. დაახლოებით 700 გალერა და 300,000-მდე მეზღვაური მონაწილეობდა ამ ბრძოლაში. ეს დიდი საზღვაო შეტაკება რესპუბლიკის ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა. რომაელები აფრიკის სანაპიროზე გადასხდნენ და სწრაფად აიღეს რამდენიმე ქალაქი. კართაგენი პირველად იდგა პირდაპირ საფრთხის წინაშე. ამ დროს ქალაქმა დაიქირავა ბერძენი მეომრები და მისი სპარტელი სარდალი ქსანთიპოსი, რომელმაც მალევე შემოიტანა სამხედრო დისციპლინა და შეადგინა ახალი არმია სპილოებითა და კავალერიით. ტუნისთან გამართულ ბრძოლაში სპარტელმა სარდალმა რომაელებს სენსაციური მარცხი აგება. საბრძოლო სპილოებმა კონსულ რეგულუსის ლეგიონები გაანადგურეს, თავად რეგულუსი ტყვედ ჩავარდა. რომაელთა ამ მარცხს მალე თან დაერთო ტრაგედია. რესპუბლიკის ფლოტი შტორმში მოყვა და განადგურდა. რომმა ახალი ფლოტის აგება დაიწყო. თუმცა რესპუბლიკის ამბიცია მძიმე თვითად დააწვა სახელმწიფოს ხაზინას. გამუდმებული კატასტროფები, შტორმები, ხანძრები, ფინანსური ზარალი. ამ ყველაფერს მოყვა წარუმატებელი სამხედრო ოპერაციები სიცილიაში, სადაც რომაული ძალები ვერ ახერხებდნენ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. ომის მე-14 წელს რომის რესპუბლიკამ უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია წამოიწყო სიცილიაზე და იერიში მიიტანა კართაგენელთა მთავარ დასაყრდენზე, ქალაქ ლილიბეუმზე. რომაული საზღვაო და სახმელეთო ძალები ქალაქს ერთდროულად მოექცა გარს. კართაგენელთა სიმტკიცემ ალყა ჩიხში შეიყვანა. ხანგრძლივი ძალის ხმევის მიუხედავად, რომაული ლეგიონები 9 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ქალაქის აღებას. ომი გადავიდა მრავალწლიან, მდორე, გაჭიანურებულ ფაზაში, სადაც გამარჯვება უკვე ტაქტიკით კი არა, გამძლეობით იზომებოდა. ორივე მხარე დაკარგული ძალების აღდგენას ცდილობდა. ომის ამ ფაზაში კართაგენელთა მხარეს გამოჩნდა ახალგაზრდა და ენერგიული სარდალი ჰამილკარ ბარკა. ის პარტიზანულად ებრძოდა რესპუბლიკის ჯარებს და რამდენიმე დიდი გამარჯვებაც მოიპოვა. წლების განმავლობაში ჰამილკარი რესპუბლიკის უდიდეს თავის ტკივილად იქცა. მეტიც, მისი ვაჟი ჰანიბალი მომავალში რომის რესპუბლიკის დაუძინებელი მტერი გახდება. ომი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა, ათასობით მეომარი ბრძოლებში დაიღუპა, უამრავი კი ზღვის ფსკერზე აღმოჩნდა. მიუხედავად მძიმე მდგომარეობისა, რომაელთა პოზიცია შედარებით უკეთესი იყო. ის დანებებას არ აპირებდა და ნებისმიერ ფასად აპირებდა გამარჯვებას. ასეთ ვითარებაში რომაელებმა მიმართეს უკიდურეს ფინანსურ ზომებს. სენატმა დიდარ მოქალაქეებს სპეციალური საომარი გადასახადები დააკისრა და სულ რაღაც 1 წელიწადში 200 ხომალდი აიგო. ქრისტეს შობამდე 251 წელს ეგათის კუნძულებთან რესპუბლიკამ სასტიკად დაამარცხა კართაგენის დარჩენილი ძალები. რომაელებმა მოწინააღმდეგის 50 ხომალდი ჩაძირეს, ხოლო 70 გემი და 10,000 ჯარისკაცი ტყვედ იგდეს. კართაგენი ამ დამღლელი 23 წლიანი ომის შედეგად გაღატაკდა და გამოიფიტა. მას მხოლოდ ზავი თუ გადაარჩენდა და ასეც მოხდა. ომი დასრულდა. შეთანხმების პირობები მძიმე იყო. სიცილია მთლიანად გადავიდა რომის ხელში. კართაგენმა ვერცხლის უზარმაზარი კონტრიბუცია გადაიხადა. ხმელთაშუა ზღვა კი რომის გავლენის სფეროდ იქცა. რამდენიმე წელიწადში კართაგენში ატეხილი უთანხმოებით რომაელებმა ისარგებლეს და დამატებით დაიპყრეს კორსიკა და სარდინია. პირველი პუნიკური ომი დასრულდა. კართაგენი დამარცხდა, მაგრამ მისი არსებობა არ შეწყვეტილა. ის მალე მოიშუშებდა ჭრილობებს და კვლავ აღდგებოდა
ოღონდ ამჯერად ახალი, სასტიკი მიზნით. რომის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში რესპუბლიკა არაერთხელ დამდგარა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. მას მრავალი ძლიერი მოწინააღმდეგე ჰყოლია, მაგრამ ვერც ერთი შეედრებოდა ჰამილკარ ბარკას ვაჟს ჰანიბალს. მან ჯერ კიდევ ბავშვობაში მამის წინაშე დაიფიცა, რომ იცხოვრებდა და იბრძოლებდა როგორც რომის დაუძინებელი მტერი და მარადიული ქალაქისთვის მარადიული ზიზღი ექნებოდა. მეორე პუნიკური ომი, ნაწილი პირველი. ისტორია ხშირად გვახსენებს, რომ ზავი ომებს შორის მხოლოდ შესვენება და არა ჭეშმარიტი მშვიდობა. პირველი პუნიკური ომის დასრულებამ, რომელმაც რომს სიცილია, სარდინია და კორსიკა შეზინა, ხოლო კართაგენი დამცირებულ მდგომარეობაში, მძიმე ფინანსური ვალდებულებების ქვეშ დატოვა, ხმელთა შუა ზღვის აუზში სტაბილურობა ვერ დაამყარა. პირიქით, საფუძველი ჩაუყარა ანტიკური სამყაროს ყველაზე სისხლისმღვრელ და დრამატულ დაპირისპირებას. ეს არ იყო უბრალოდ ომი ტერიტორიებისთვის. ეს იყო ბრძოლა არსებობისთვის, რომელშიც მთავარი როლი არა სახელმწიფოებმა, არამედ პიროვნულმა გენიამ და დაუცხრომელმა შურიზიების წყურვილმა ითამაშა. ქრისტეს შობამდე 241 წელს დასრულებული პირველი პუნიკური ომი თითქოს უნდა გამხდარიყო ხანგრძლივი მშვიდობის დასაწყისი. თუმცა რეალურად სწორედ ამ ომმა შექმნა ის პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო საფუძველი, რომელმაც მეორე, გაცილებით მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი გარდაუვალ რეალობად აქცია. 23 წლიანი დაპირისპირების შედეგად კართაგენმა დაკარგა ყველა მნიშვნელოვანი კუნძული. დაეკიცრა უზარმაზარი ფინანსური კონტრიბუცია, ხოლო მისი მთავარი სამხედრო ძალა, ძლევა მოსილი ფლოტი, თითქმის სრულად განადგურდა. სახელმწიფო პრაქტიკულად არსებობის ზღვარზე აღმოჩნდა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა დაქირავებული ჯარების ამბოხმა, რომელმაც სახელმწიფო სრული კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. თუმცა ომის გმირის, ჰამილკარ ბარკას მტკიცე ხელმძღვანელობამ შესაძლებელი გახადა როგორც აჯანყების ჩახშობა, ისე სახელმწიფოს გადარჩენა. შედეგად, ბარკიდების ოჯახი სწრაფად იქცა ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ და გავლენიან ძალად. ომში დაკარგული ტერიტორიების სანაცვლოდ კართაგენს ახალი რესურსები ჭირდებოდა. სწორედ ამიტომ ბარკამ ყურადღება იბერიის ნახევარკუნძულზე გადაიტანა, რეგიონზე, რომელიც გამოირჩეოდა უხვი ვერცხლის საბადოებით და ძლიერი ტომებით. იბერები მთელ ევროპაში ცნობილნი იყვნენ როგორც გამძლე და ომში გამოცდილი მეომრები. მიუხედავად ამისა, ჰამილკარმა მათი წინააღმდეგობა თანმიმდევრულად დასძლია. ტომების ერთმა ნაწილმა კართაგენს ნებით დაუჭირა მხარი, მეორე კი ბრძოლაში იქნა დამორჩილებული. 9 წლიანი კამპანიის შედეგად ჰამილკარმა ესპანეთის სამხრეთი და აღმოსავლეთ რეგიონები დაიპყრო. დააწესა კართაგენის ადმინისტრაცია და აამუშავა უმდიდრესი ვერცხლის საბადოები. სწორედ ესპანეთში მოპოვებულმა ვერცხლმა გაათავისუფლა კართაგენი მძიმე ფინანსური ტვირთისგან. ჰამილკარმა სრულად გადაიხადა რომისთვის დაკისრებული კონტრიბუცია და ამავე რესურსებით შექმნა ძლიერი, კარგად გაწვრთნილი, პროფესიული არმია, რომელიც მხოლოდ მის ბრძანებას ემორჩილებოდა. სანამ კართაგენი ჭრილობებს იშუშებდა, რომის შეუჩერებლად განაგრძობდა გაფართოებას. რესპუბლიკამ საბერძნეთის სამყაროსკენ მიმართა ყურადღება, ილირიის სამეფო დამარცხდა და ადრიატიკის სანაპიროზე საკუთარი პროტექტორატი დაამყარა. ამას მალევე მოჰყვა ჩრდილოეთისაკენ სწრაფვა, რომაულმა ლეგიონებმა დაიკავეს დღევანდელი ჩრდილოეთ იტალიის ტერიტორიები. იქ მცხოვრები გალები დაიმორჩილეს და მიაღწიეს ალპებს ერთ-ერთ უმაღლეს მთათა სისტემას. რომი თავს უსაფრთხოდ და უძლეველად გრძნობდა. რესპუბლიკაში დამკვიდრდა რწმენა, რომ ალპების გადალახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო და ამ მიმართულებით საფრთხე არ არსებობდა. მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ სულ რამდენიმე წელიწადში სწორედ ამ თოვლიანი მწვერვალებიდან დაეშვებოდა ის, ვინც რომაულ სამყაროს შუაზე გაკვეთდა და რომის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა. მისი სახელი ჰანიბალი იყო. ჰანიბალის ბავშვობა პირველი პუნიკური ომის შემდგომ პერიოდს დაემთხვა.
ეპოქას, როდესაც კართაგენში სერიოზული პოლიტიკური არეულობა და შიდა ქაოსი სუფევდა. ასეთ გარემოში გაზრდილ ჰანიბალს ადრევე გაუმძაფრდა განცდა, რომ სამშობლოს გადარჩენა, ძალას, გამძლეობასა და შეუპოვრობას მოითხოვდა. მისი მამა ჰამილკარ ბარკა პირველი ომის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და გამორჩეული სარდალი იყო. სამხედრო ნიჭთან ერთად იგი განათლებული პიროვნებაც გახლდათ და შვილის აღზრდას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მიუხედავად ამისა, ჰანიბალის ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი მამის სამხედრო ბანაკში გაήλია. ის უშუალოდ ეცნობოდა სამხედრო ხელოვნებას, ისტორიას, სტრატეგიის საფუძვლებს, მანევრირების პრინციპებს და მრავალენოვანი ლაშქრის მართვის თავისებურებებს. ასეთი გარემო მასში აყალიბებდა მკაცრ დისციპლინას, გამძლეობასა და მიზანსწრაფულობას. თუმცა ჰამილკარმა შვილს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მემკვიდრეობაც გადასცა. ჰანიბალმა ჯერ კიდევ ბავშვობაში მამის წინაშე დაიფიცა, რომ იცხოვრებდა და იბრძოლებდა როგორც რომის დაუძინებელი მტერი. როდესაც ჰამილკარი გარდაიცვალა, ჰანიბალი მხოლოდ 18 წლის იყო. მამის სიკვდილის შემდეგ იგი ესპანეთში კავალერიის მეთაურად დაინიშნა და მალევე გამოავლინა გამორჩეული სამხედრო ნიჭი. მისი ხელმძღვანელობით კართაგენულმა ძალებმა არაერთხელ მოიგერიეს იბერიელი ტომები და საბოლოოდ მათი გაერთიანებული არმიაც დაამარცხეს. ამ გამარჯვებებმა კართაგენელთა პოზიციები კიდევ უფრო განამტკიცა. უამრავი წარმატებული სამხედრო ოპერაციების შედეგად ჰანიბალის ავტორიტეტი სწრაფად გაიზარდა. იგი არა მხოლოდ ბრძენ და ენერგიულ სარდლად ჩაითვალა, არამედ ისეთ ლიდერად, რომელსაც ჯარი უპირობოდ ენდობოდა. სწორედ ამიტომ 26 წლის ასაკში მეომრებმა თავად დაასახელეს იგი მთავარ სარდლის კანდიდატად. ლაშქრის გადაწყვეტილება კართაგენის სენატმა სრული თანხმობით დაამტკიცა და ჰანიბალი ოფიციალურად გახდა ესპანეთში კართაგენული ძალების მთავარსარდალი. ბუნებრივია, კართაგენელთა სამხედრო ექსპანსიამ იბერიის ნახევარკუნძულზე ადგილობრივი ქალაქ-სახელმწიფოების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე დაემუქრათ, რის გამოც დახმარებისთვის რომს მიმართეს. კართაგენის მზარდი რევანშისტული პოლიტიკა რომში ისედაც გაღიზიანებას იწვევდა და ამ ვითარებამ რესპუბლიკას მისცა შესაძლებლობა ოფიციალურად ჩარეულიყო ესპანეთის საქმეებში. სანამ ჰანიბალს მთავარსარდლად აირჩევდნენ, რომსა და კართაგენს შორის ხელშეკრულება დაიდო, რის მიხედვითაც იბერიის ნახევარკუნძული გავლენის ზონებად დაიყო. ჩრდილოეთი იქნებოდა რომის გავლენის სფერო, ხოლო სამხრეთი კართაგენის. მათ საზღვრად კი მდინარე ებრო დადგინდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჰანიბალმა თითქმის მთელი სამხრეთ იბერია დაიპყრო, რომმა თავის ჩვეული დიპლომატიური ცვლიერებით მოკავშირეობა შესთავაზა ქალაქ საგუნდს, რომელიც ებროს სამხრეთით, ანუ კართაგენის გავლენის სფეროში მდებარეობდა. ამგვარმა აქტმა ფაქტობრივად დაარღვია დადებული შეთანხმება და ჰანიბალმაც ეს დაუყოვნებლივ გამოიყენა. ძველი წელთაღრიცხვით 219 წელს მან ალყა შემოარტყა ქალაქს. მიუხედავად მძაფრი პროტესტისა, ჰანიბალმა საგუნტი აიღო. მისი ბრძანების თანახმად მამრობითი სქესის მაცხოვრებლები ამოხოცეს, ხოლო ქალები და ბავშვები ტყვედ ჩაიგდეს. საპასუხოდ რომის სენატმა კართაგენში საგანგებო ელჩობა გაგზავნა და დაავალა ჰანიბალის დაუსჯელობის შემთხვევაში ომი გამოეცხადებინათ. ელჩებმა თავიანთი პრეტენზიები წარუდგინეს კართაგენის სენატს, მაგრამ კართაგენელები არაპირებდნენ ჰანიბალის დასჯას ან რომისთვის გადაცემას. ამის შემდეგ რომაელმა ელჩობამ მიღებული დავალების შესაბამისად კართაგენს ომი გამოუცხადა. ეს იყო დასაწყისი მეორე, გაცილებით მასშტაბური კონფლიქტისა. ქრისტეს შობამდე 218 წელს ორივე სახელმწიფო სრულ სამხედრო მზადყოფნაში იმყოფებოდა. კართაგენის სენატმა ჰანიბალს ნებადართო გაეკეთებინა ნებისმიერი სამხედრო მოქმედება რომის რესპუბლიკის წინააღმდეგ. რომს კი უკვე შედგენილი ჰქონდა კართაგენის წინააღმდეგ დეტალური გეგმა. ეს გეგმა ითვალისწინებდა ორი მიმართულებით ერთდროულ შეტევას. ერთი ლაშქრობა სამხრეთით, სიცილიის გავლით, აფრიკის სანაპიროსკენ უნდა მიმართულიყო, ხოლო მეორე დასავლეთით, ესპანეთში, უშუალოდ ჰანიბალის წინააღმდეგ.
რესპუბლიკამ სწრაფად მოამზადა ლეგიონები და სამხედრო ფლოტის შეტევის დასაწყებად. ეს იყო გაბედული და კარგად გამიზნული გეგმა, რომელიც ლოგიკურად ითვალისწინებდა ყველა შესაძლო სცენარს, გარდა ერთისა. რომაელთაგან არც ერთს არ შეეძლო წარმოედგინა ის სტრატეგიული სითამამე, რაც ჰანიბალს ჰქონდა ჩაფიქრებული. კართაგენელის სარდალი არ აპირებდა თავდაცვას. მან გადაწყვიტა ომი თავად გადაეტანა რომის მიწაზე, იქ, სადაც მტერი თავს ყველაზე დაცულად მიიჩნევდა. ჰანიბალმა იტალიაში შესახწევად ურთულესი და წარმოუდგენელი გზა ალპები აირჩია. თათა სისტემა, რომელიც რომს მიუვალ ბუნებრივ ბარიერად მიაჩნდა, თავად ჰანიბალმა სტრატეგიულ შესაძლებლობად აქცია. სწორედ ამ ყინულოვან, კლდოვან და სიკვდილით სავსე გზით დაიძრა სარდალი, რომლის მიზანი რომის მიწასთან გასწორება იყო. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მეორე. მას შემდეგ, რაც ძველი წელთაღრიცხვით 219 წელს კართაგენელმა სარდალმა რომის მოკავშირე ქალაქ სახელმწიფო საგუნტი აიღო, ორ უზარმაზარ იმპერიას შორის კონფლიქტი კვლავ განახლდა. პირველი ომის დასრულებიდან თითქმის 20 წელი იყო გასული. ჰანიბალმა და მისმა წინამორბედებმა ამ მშვიდობიან პერიოდში არა მხოლოდ მოახერხეს კართაგენისთვის ძველი დიდების დაბრუნება, არამედ კოლოსალურად გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოები ესპანეთში. ჰანიბალს ყველა გარემოება ხელს უწყობდა იმისთვის, რომ რომზე შური ეძია. ომის გამოცხადებისთანავე ჰანიბალი სამხედრო სამზადისს შეუდგა. კართაგენელთა სარდალი ვარაუდობდა, რომ რომაელები იერიშს მიიტანდნენ ესპანეთსა და აფრიკაზე. ამიტომ ორივე რეგიონში მან ძლიერი გარნიზონი დატოვა. ამ მიზნით ჰანიბალმა ჯარების გაცვლა მოახდინა. აფრიკელი მეომრები იბერიაში გადაიყვანა, ხოლო იბერიელები აფრიკაში, რათა მოსალოდნელი ამბოხი თავიდან აეცილებინა. იბერიის საქმეების მოწესრიგება, კართაგენის მიწების დაცვა და მომავალი გაფართოება ჰანიბალმა თავის უმცროს ძმას, ჰასდრუბალს მიანდო. მასთან დატოვა მრავალრიცხოვანი არმია და კართაგენის ფლოტი, რომელიც მთლიანად მის განკარგულებაში გადავიდა. ჰასდრუბალს პუნიკურ ომში უმნიშვნელოვანესი როლი უნდა შეესრულებინა. როგორც კი ჰანიბალი იტალიაში შეიჭრებოდა, ჰასდრუბალი ახალი ლაშქრით უნდა შესეოდა აპენენის ნახევარკუნძულს და გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც შეეხება უშუალოდ ჰანიბალის ლაშქარს, მის განკარგულებაში დაახლოებით 60,000-მდე მეომარი იყო. ეს არმია კართაგენის იმპერიის საუკეთესო და ელიტური ძალებისგან შედგებოდა. აქ იყვნენ მამაცი იბერიელი მეომრები, ცნობილი აფრიკელი ვეტერანები, ლიბიელები და სახელგანთქმული ნუმიდიელი მხედრები, რომელთა უნარებმა მომავალში განსაკუთრებული როლი ითამაშა. ჰანიბალს ასევე ჰყავდა 37 საბრძოლო სპილო. ამ უზარმაზარმა არმიამ გეზი პირდაპირ ალპებისკენ აიღო, რათა იტალიის ზურგში აღმოჩენილიყო. ჰანიბალის ეს გეგმა უდიდეს რისკთან და სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, სარდლის გათვლით, იტალიაში მოულოდნელი შეჭრა რომს სტრატეგიულად ყველაზე მტკივნეულ დარტყმას მიაყენებდა. ალპების გადალახვა ანტიკური ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გრანდიოზულ და დრამატულ ეპიზოდად იქცა. ჰანიბალის ლაშქრობა ძიმე ბუნებრივ პირობებს შეეჯახა. გაუვალი კლდეები, ყინვა, მეწყერი და ვიწრო ბილიკები. ყოველი წინწაწევა მრავალი სიცოცხლის ფასად ჯდებოდა. გზად ჰანიბალს ადგილობრივი მთის ტომებიც უპირისპირდებოდნენ, რომელთა თავდასხმებმა არმიის მსვლელობა კიდევ უფრო გაართულა. მისი არმია ალპებიდან თითქმის განახევრებული გამოვიდა. ჰანიბალის ლაშქარმა მთელი გზა ესპანეთიდან იტალიამდე 5 თვეში გაიარა. აქედან ალპების უღელტეხილის გადალახვას 15 დღე დასჭირდა, მაგრამ გზის ეს მონაკვეთი ყველაზე მძიმე და კატასტროფული აღმოჩნდა. იტალიის ტერიტორიაზე ჰანიბალის თავდაპირველი უზარმაზარი ლაშქრიდან მხოლოდ 26,000 მეომარი იყო გადარჩენილი. იტალიაში ჰანიბალის უეცარმა გამოჩენამ რომში სერიოზული პანიკა გამოიწვია. რესპუბლიკა ასეთ მოულოდნელ და უპრეცედენტო თავდასხმას არ ელოდა. რომის სენატი იძულებული გახდა კართაგენთან ომის სტრატეგიული გეგმა რადიკალურად შეეცვალა. სიცილიიდან სასწრაფოდ გამოიწვიეს იმ წლის ერთ-ერთი კონსული,
ტიბერიუს ლონგუსი, რომელიც აფრიკაში სალაშქროდ ემზადებოდა. სალამ ლონგუსი ძირითადი ძალებით ჩრდილოეთ იტალიაში ჩავიდოდა. ჰანიბალის შეჩერება მეორე კონსულს, კორნელიუს სციპიონს დაევალა. თუმცა ჰანიბალს ალპები იმისთვის არ გადაულახავს, რომ რომთან პირველივე შეტაკებისთანავე დამარცხებულიყო. ქრისტეს შობამდე 218 წლის მიწურულს დინარე ტიცინოს ნაპირთან კართაგენელი სარდალი და რომაელები პირველად შეხვდნენ ბრძოლის ველზე. რომის კონსულისა და ჰანიბალის საბრძოლო ტაქტიკა კვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. ჰანიბალის სწრაფი და მოქნილი მოქმედებებით რომაელებს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. ნუმიდიელმა ცხენოსნებმა აშკარად დაჯაბნეს რომაული კავალერია და ისინი ალყაში მოაქციეს. მიუხედავად იმისა, რომ რომაელები თავს დამარცხებულად არ თვლიდნენ, ბრძოლის ბედი კონსულის სციპიონის დაჭრამ გადაწყვიტა, რამაც რომის ლეგიონებს უკან დახევა აიძულა. პირველი გამარჯვების შემდეგ ჰანიბალის პოზიცია ჩრდილოეთ იტალიაში საგრძნობლად გამყარდა. ეს რეგიონი რომს სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა დაპყრობილი, ხოლო იქ მცხოვრები გალები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ რესპუბლიკის ბატონობას. ჰანიბალის პირველივე ბრძოლაში მიღებულმა წარმატებამ ანტირომაული მოძრაობა კიდევ უფრო გააღვივა. გალური ტომები ერთმანეთის მიყოლებით უერთდებოდნენ ჰანიბალს, აწვდიდნენ ახალ მეომრებს, კავალერიას და სურსათს. შედეგად, ის დანაკლისი, რაც კართაგენელმა სარდალმა ესპანეთიდან იტალიამდე განიცადა, სულ მოკლე ხანში თითქმის სრულად ანაზღაურდა. ამასობაში ჩრდილოეთ იტალიაში კონსულ ლონგუსის არმია ჩავიდა. რომაული ძალები დაახლოებით 40,000 ჯარისკაცს აღწევდა, ხოლო ჰანიბალის არმია გალების შემოერთების შემდეგ რაოდენობრივად თითქმის ამდენივე მეომრისგან შედგებოდა. ლონგუს გადაწყვეტილი ჰქონდა სწრაფად მოეღო ბოლო ჰანიბალისთვის, დაემარცხებინა იგი და იტალიაში საბრძოლო მოქმედებები დაესრულებინა, რათა რომს ომი აფრიკისა და ესპანეთის მიმართულებით გაეგრძელებინა. ჰანიბალი გრძნობდა კონსულის მოუთმენლობას და მის წინააღმდეგ გენიალური ტაქტიკა გამოიყენა დინარე ტრებიასთან. დინარეს მაღალი ხეები და ბუჩქნარით დაფარული ხეობა ერტყა გარს. ამ ადგილის დათვალიერებამ ჰანიბალი დაარწმუნა, რომ ხეობაში მას შეეძლო შეენიღმა არა მარტო ქვეითი ძალა, არამედ ცხენოსანი ჯარიც. ბრძოლის დაწყებამდე წინა დღეს ჰანიბალმა შექმნა 2000 კაციანი საგანგებო რაზმი თავისი ძმის, მაგონის ხელმძღვანელობით და სპეციალურად შერჩეულ ადგილას ჩაასაფრა. მეორე დღეს, გამთენიისას, ჰანიბალმა ნუმიდიელ ცხენოსნებს დაავალა მდინარე გადაელახათ, რომაულ ბანაკში შეჭრილიყვნენ და მძინარე ლეგიონერებს მოულოდნელად დასხმოდნენ თავს. შეტაკების დაწყებისთანავე ნუმიდიელებს უნდა დაეწყოთ ნელი, წყობრი უკან დახევა მდინარისაკენ, რათა რომაელები ხაფანგში შეეტყუებინათ. ნუმიდიელებმა ამოცანა ბრწყინვალედ შეასრულეს. რომაულ ბანაკზე მოულოდნელი თავდასხმიდან მალევე უკან დაიხიეს და მდინარე კვლავ გადალახეს. რომაელები იძულებული გახდნენ ყინულივით ცივი წყალი გადაელახათ, სადაც მათ ჰანიბალის ძირითადი არმია ელოდებოდა. დაღლილი და გაყინული რომაელები ჰანიბალის მახეში გაება. პირველ ეტაპზე ლონგუსის ცენტრალურ ძალებს მცირე წარმატება ჰქონდათ. გარკვეულ მომენტში მოწინააღმდეგის წინახაზის გარღვევაც კი მოახერხეს. რომაული ლეგიონები ტრადიციულად ძლიერი ცენტრით ხასიათდებოდნენ, თუმცა ჰანიბალის შესაჩერებლად ეს არ იყო საკმარისი. კართაგენელთა ფლანგები ნუმიდიელი და გალი ცხენოსნებისაგან შედგებოდა. ნუმიდიელებმა ჯერ მარტივად დაამარცხეს რომაული კავალერია, შემდეგ კი სწრაფი მანევრით დაუცველი მხრიდან შეუტიეს ლეგიონებს. ამ დროს ჰანიბალმა ნიშანი გასცა და მაგონის შესაფრებული რაზმი რომაელებს ზურგში დაესხა. ამ ტაქტიკურმა მანევრმა ლეგიონების მწყობრი უმალ დაშალა. რომაელთა მდგომარეობა იმანაც გაართულა, რომ მათ უკან დინარის გადმოსალახად ძალა აღარ ეყოთ. ტრებიას ბრძოლა სრული კატასტროფით დასრულდა. დაახლოებით 40,000 მეომრიდან თავს მხოლოდ 10,000-მა რომაელმა უშველა. უამრავი მათგანი ან ტყვედ ჩავარდა, ან ბრძოლის ველზე დაეცა. ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ რომში საყოველთაო შიში გამეფდა. ყოველ წუთს მოელოდნენ მარადიულ ქალაქთან ჰანიბალის გამოჩენას. ტრებიას კატასტროფის შემდეგ მთელი გალია რამდენიმე უმნიშვნელო ტომის გარდა კართაგენელთა მხარეს გადავიდა. ჰანიბალის უძლეველი ლაშქარი სამხრეთისკენ დაიძრა, რათა იტალიის გულში ახალი,
გაცილებით მასშტაბური და გამანადგურებელი ხაფანგი მოემზადებინა. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მესამე. ძველი წელთაღრიცხვით 218 წლის ზამთარი რომისთვის სტრატეგიულ კატასტროფად იქცა. მდინარე ტრებიასთან განცდილი მარცხის შემდეგ რესპუბლიკის ჩრდილოეთ საზღვრები ფაქტობრივად მოიშალა. ჰანიბალმა მიაღწია თავის პირველ მიზანს. მან მყარად მოიკიდა ფეხი იტალიის მიწაზე და თავის მხარეზე გადაიბირა გალური ტომები, რომლებმაც კართაგენული არმიის რიგები შეავსეს. თუმცა რომი დამარცხებას არ შეეგუა. რესპუბლიკამ მთელი ენერგია ახალი ლეგიონების მობილიზაციისკენ მიმართა. მომდევნო წლის კონსულებად გნეუს სერვილიუსი და გაიუს ფლამინიუსი აირჩიეს. მათ უმოკლეს ვადაში უნდა შეექმნათ ახალი არმია და აღმოეპყრათ ჰანიბალის შემოჭრა ქვეყნის სიღრმეში. რომაული სარდლობა დარწმუნებული იყო, რომ კართაგენელები სამხრეთით უშუალოდ დედაქალაქისკენ დაიწურებოდნენ. ამიტომ კონსულებმა აპენინის მთებისკენ მიმავალი ორივე მთავარი გზა ჩაგეტეს. ფლამინიუსი დასავლეთით დაბანაკდა, სერვილიუსი კი აღმოსავლეთით. მათი გათვლებით ჰანიბალი ამ ორი გზიდან ერთ-ერთს აირჩევდა, სადაც მას რომაული ლეგიონები დახვდებოდნენ. მაგრამ ჰანიბალმა კვლავ წარმოუდგენელი სვლა გააკეთა. მან უარი თქვა ნაცნობ გზებზე და არმია გაუვალი არნოს ჭაობებისკენ დაძრა, იქ, სადაც გადაადგილება შეუძლებლად მიიჩნეოდა. 4 დღისა და 3 ღამის განმავლობაში კართაგენელთა ლაშქარი მუხლამდე წყალსა და ტალახში მიაბიჯებდა. ჭაობიდან ამოსული მომწამლელი აირები და გაუსაძლისი ნესტი ყოველ ნაბიჯზე სიკვდილს თესავდა. ამ ჯოჯოხეთურ პირობებში თავად ჰანიბალმა ინფექციის გამო ცალი თვალი დაკარგა. მიუხედავად უმძიმესი დანაკარგებისა, ჰანიბალის რისკმა გაამართლა. იგი მოულოდნელად რომაული არმიების ზურგში აღმოჩნდა. კართაგენელებმა დაიწყეს იტალიური დასახლებების რბევა, რათა კონსული ფლამინიუსი წყობიდან გამოეყვანათ. ჰანიბალმა დემონსტრაციულად აუარა გვერდი რომაულ ბანაკს და დედაქალაქისკენ დაიძრა. გზად კი ყველაფერს ცეცხლსა და მახვილს აძლევდა. ფლამინიუსი მეორე კონსულის ჯარებს ელოდებოდა, მაგრამ როგორც კი გაიგო, რომ ჰანიბალი რომისკენ იწყებდა მოძრაობას, იძულებული გახდა მტერს დადევნებოდა. ჰანიბალმა მალევე შეიტყო რომაელთა მოახლოების ცნობა. მან იდეალური ადგილი შეარჩია მომავალი შეტაკებისთვის. ეს იყო ტრაზიმენის ტბის ჩრდილოეთ სანაპირო, სადაც ვიწრო ბილიკი ტბასა და მაღალ ბორცვებს შორის გადიოდა. ჰანიბალმა თავისი ჯარები ღამით ფარულად განათავსა. სუბუქად შეიარაღებული ქვეითები ბილიკის ბოლოს ჩააყენა, რათა გზა გადაეკეტათ. ნუმიდიელი ცხენოსნების შესასვლელთან დამალა, ხოლო ძირითადი ძალები ბორცვების ფერდობებზე, ბუჩქნარში შენიხვა. გათენებამდე ტბის მიდამოებში ნისლით ჩამოწვა, რამაც ხილვადობა მინიმუმამდე დაიყვანა. დილით რომაელები გამოჩნდნენ. კონსული ფლამინიუსი დარწმუნებული იყო, რომ მტერი შორს იმყოფებოდა. ამიტომ არმია ყოველგვარი საბრძოლო მზადყოფნის გარეშე მიაბიჯებდა. როდესაც რომაულმა კოლონამ ვიწრო ველი მთლიანად შეავსო, ჰანიბალმა შეტევის ნიშანი გასცა. კართაგენელები ბორცვებიდან ზვავივით დაეშვნენ და მტერს ერთდროულად 3 მხრიდან დაესხნენ თავს. მოულოდნელობით დაბნეული რომაელები ერთმანეთში აირივნენ. მათ საბრძოლო მწყობრის მიღებაც კი ვერ მოასწრეს. ბრძოლა ქაოსურ ხოცვა-ჟლეტად იქცა. ტრაზიმენის ტბასთან მომხდარი ბრძოლა 3 საათს გაგრძელდა და ლეგიონების სრული განადგურებით დასრულდა. შეტაკებისას დაიღუპა თავად კონსული ფლამინიუსიც. 30,000-იანი რომაული არმიიდან 15,000 მეომარი დაიღუპა. მრავალი ათასი კი ტყვედ ჩავარდა. კართაგენელთა დანაკარგი მხოლოდ 2,000 მეომარს შეადგენდა. ეს იყო გენიალურად დაგეგმილი და სისრულეში მოყვანილი ხაფანგი, რომლის მსგავსიც სამხედრო ისტორიას მანამდე არ ახსოვდა. მოპოვებული მორიგი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ჰანიბალმა მოულოდნელი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ რომზე გაელაშქრა, მან ქალაქს გვერდი აუარა და აღმოსავლეთის მიმართულებით დაიძრა.
მისი მიზანი იყო იტალიის რეგიონების აოხრება, საკუთარი პოზიციების განმტკიცება და არმიის საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება. ამასობაში რომში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. ერთი კონსული ბრძოლის ველზე დაეცა, მეორე კი ქვეყნის ჩრდილოეთში იმყოფებოდა. შექმნილ ვითარებაში ძალაუფლების ცენტრალიზაციის მიზნით სენატმა დიქტატურის შემოღების გადაწყვეტილება მიიღო, რათა ომის მართვა ერთ ხელში მოქცეულიყო. დიქტატორად კვინტუს ფაბიუს მაქსიმუსი დაინიშნა. ფაბიუსი აცნობიერებდა კართაგენელთა სამხედრო უპირატესობას, ამიტომ ომის გაჭიანურებისა და მტრის გამოფიტვის სტრატეგია აირჩია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტაქტიკა რეალურად ერთადერთ სწორ გზას წარმოადგენდა, რომაული საზოგადოება მას პასიურობად მიიჩნევდა და სარდლისგან დაუყოვნებლივ შეტევას ითხოვდა. მას შემდეგ, რაც რომი დაუბრუნდა მართვის ტრადიციულ ფორმას, რომმა გადაწყვიტა ჰანიბალი რაოდენობრივი უპირატესობით გაენადგურები. რესპუბლიკის ისტორიაში პირველად მოხდა ასეთი მასშტაბური მობილიზაცია. შეიკრიბა 8 ლეგიონი, რაც მოკავშირე რაზმებთან ერთად დაახლოებით 80,000 მეომარს შეადგენდა. ეს იყო მანამდე არსებულთა შორის უდიდესი და უძლიერესი არმია. მკვლევართა აზრით, ეს არმია რომის მოსახლეობის 10%-ს უდრიდა. კართაგენელთა სარდალს კი მათზე თითქმის ორჯერ ნაკლები, 40,000-მდე მეომარი ხვდა. კონსულმა ვარონმა ლეგიონებით ჩვეულებრივზე მჭიდროდ განათავსა, რათა მასიური ცენტრით კართაგენელთა ხაზი გაერღვია. რომაელებს სჯეროდათ, რომ ამ მასიურ დარტყმას ვერანაირი ტაქტიკა ვერ გაუძლებდა. ჰანიბალმა არმია ნახევარმთვარის ფორმით განალაგა. ცენტრში შედარებით სუსტი გალი და იბერიელი ქვეითები ჩააყენა, ხოლო ფლანგებზე ელიტური აფრიკელი ვეტერანები განალაგა. ცხენოსანი ძალები ჰანიბალმა ორ ფრთაზე გადაანაწილა. მარცხენა მხარეს მძიმე გალური და იბერიული კავალერია დააყენა. მარჯვენაზე კი ნუმიდიური მსუბუქი ცხენოსანი ჯარი. ბრძოლა კავალერიის მასიური შეტაკებით დაიწყო. კართაგენელთა მარცხენა ფლანგმა ძლავრი იერიში მიიტანა რომაულ ცხენოსან ჯარზე და მოკლე დროში სრულად დაშალა მოწინააღმდეგის რიგები. თუმცა მოვლენები კიდევ უფრო საინტერესოდ განვითარდა მარჯვენა ფრთაზე. ბრძოლის დაწყებისთანავე ნუმიდიელ ცხენოსანთა ერთ-ერთი რაზმი ძირითად ძალებს გამოეყო და რომაელთა პოზიციებისგან დაიცრა. მათ დემონსტრაციულად დაყარეს იარაღი და მტერს ტყვედ ჩაბარდნენ. ეს წინასწარ დაგეგმილი ეფექტური მანევრი აღმოჩნდა. როდესაც ბრძოლა კულმინაციურ ფაზაში შევიდა და რომაელებმა ყურადღება იერიშებზე გადაიტანეს, ნუმიდიელებმა დამალული მოკლე מחვილები იშიშვლეს და მოწინააღმდეგეს ზურგიდან დაარტყეს. ამ მოულოდნელმა თავდასხმამ ლეგიონებში არნახული ფსიქოლოგიური შოკი გამოიწვია. ამასობაში ცენტრში რომაულმა ქვეითებმა რაოდენობრივი უპირატესობის წყალობით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს. ლეგიონერებმა გაარღვიეს კართაგენელთა შედარებით სუსტი ცენტრი და მტრის რიგებში ღრმად შეიჭრნენ. თუმცა ეს გარღვევა მხოლოდ ილუზია იყო. მოვლენები ზუსტად ჰანიბალის გეგმის მიხედვით ვითარდებოდა. რომაელები სულ უფრო მეტად ებმებოდნენ მახეში. მას შემდეგ, რაც ლეგიონებს გვერდები მოუშიშულდათ, ჰანიბალმა ნიშანი გასცა. ნიშანსავე ორივე ფლანგზე მდგომმა აფრიკელმა მძიმე ქვეითებმა ერთდროულად შეუტიეს რომაელებს. ამასთან ერთად კართაგენულმა კავალერიამ რომაელთა ზურგში მიიტანა იერიში. ის დღე რომაელთა სასაკლაოდ გადაიქცა. უზარმაზარი რომაული არმია ისევ ჰანიბალის მახეში გაება. დღის ბოლოს რომმა დაახლოებით 50,000-დან 70,000-მდე მეომარი დაკარგა. მათ შორის კონსული პაულუსი და 80-მდე სენატორი. კართაგენელთა დანაკარგი მხოლოდ 6,000 კაცს შეადგენდა. რომი კატასტროფის პირას იდგა. მას აღარ ჰყავდა არმია, აღარ ჰყავდა სარდლობა და ქალაქის კარი დრისთვის ღია იყო. ეს იყო კანეს ბრძოლა, სადაც ჰანიბალმა ჩინებული მანევრები გამოიყენა რომაელთა დასამარცხებლად. ბრძოლის დასრულებისთანავე კართაგენელთა კავალერიის მეთაურმა ჰანიბალს რომზე გალაშქრება შესთავაზა. თუმცა ჰანიბალმა ის უარით გაისტუმრა. ამ პასუხით უკმაყოფილო სარდალმა ჰანიბალს ცნობილი სიტყვებით მიმართა.
რა საკვირველია, ღმერთები ყველაფერს არ აძლევენ ერთ ადამიანს. შენ, ჰანიბალო, იცი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არ იცი გამარჯვებით სარგებლობა. მესამე ნაწილის დასასრული. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მეოთხე. კანესთან ჰანიბალის ბრწყინვალე გამარჯვებამ ანტიკური სამყარო შეაზანზარა. რომის არმია, რესპუბლიკის სიამაყე და მისი ძალაუფლების მთავარი საყრდენი ფაქტობრივად აღარ არსებობდა. იტალიის სამხრეთი რეგიონები კი კართაგენის მხარეს გადავიდა. ჰანიბალს გზაზე აღარაფერი ეღობებოდა. რომში დათესილი პანიკა რესპუბლიკის აღსასრულს მოასწავებდა. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად კართაგენელმა სარდალმა ქალაქზე იერიშის ნაცვლად მოლაპარაკებების გზა აირჩია. ის მიიჩნევდა, რომ რომის ასაღებად არც საკმარისი ცოცხალი ძალა და არც საალყო მანქანები გააჩნდა. ჰანიბალს სჯეროდა, რომ განცდილი კატასტროფის შემდეგ რომი მის პირობებს დათანხმდებოდა და ომიც კართაგენის ღირსეული გამარჯვებით დასრულდებოდა. მაგრამ ისტორიას რომზე ამბიციური და მტკიცე სახელმწიფო არ ახსოვს. რომაული პოლიტიკა მხოლოდ ორ უკიდურესობას ცნობდა: გამარჯვებას ან საბოლოო განადგურებას. მესამე ალტერნატივა არ არსებობდა. შესაბამისად რომმა უარი თქვა ჰანიბალის შეთავაზებაზე. უდაოა, რომ დედაქალაქიც და მთელი რესპუბლიკაც სრული განადგურებისგან ჰანიბალის ყოყმანმა იხსნა. კართაგენელს კანეს შემდეგ დაუყოვნებლივ რომ გაელაშქრა, ისტორია შესაძლოა სრულიად სხვაგვარად დაწერილიყო. კანეს ბრძოლის შემდეგ ჰანიბალის კამპანიამ თანდათან დაკარგა ადრინდელი ეფექტი და ძლევა მოსილი სარდლის ძველი ბრწყინვალება გაქრა. რომმაც ისწავლა, რომ ჰანიბალთან ბრძოლის ერთადერთი გზა მასთან არ ბრძოლაა. ჰანიბალი ატერორებდა იტალიას, ანადგურებდა პატარ-პატარა რაზმებს, იბირებდა ქალაქებს, მაგრამ ვერ უახლოვდებოდა რომს. რესპუბლიკაც გაურბოდა მასთან ბრძოლას და მიყენებულ ნაიარევს იშუშებდა. იტალიაში გადატანილმა უამრავმა ბრძოლამ კართაგენელთა რიგები საგრძნობლად შეამცირა. სანამ აფრიკიდან დამხმარე ძალა გამოჩნდებოდა, ჰანიბალს რომის წინააღმდეგ ახალი მოკავშირე სჭირდებოდა. სწორედ ამ მიზნით მან კავშირი დაამყარა მაკედონიის ამბიციურ მეფე ფილიპე მეხუთესთან. თავის მხრივ მაკედონელი მონარქიც ისწრაფოდა რომაელთა განდევნას ბალკანეთიდან, რის გამოც კართაგენელებზე უკეთეს პარტნიორს ვერც ისინატრებდა. ჰანიბალმა დაუყოვნებლივ გააფორმა ხელშეკრულება ფილიპეს წარმომადგენლებთან, რომლის თანახმად მაკედონია ომში კართაგენის მხარეს უნდა ჩართულიყო. ეს შეთანხმება აღმოსავლეთიდან კიდევ ერთი მძლავრი ფრონტის გახსნასა და მაკედონური ფლოტისა თუ არმიის გამოგზავნას ითვალისწინებდა. სანაცვლოდ ჰანიბალი პირობასდებდა, რომ რომზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ კართაგენი აღიარებდა მაკედონიის სრულ დომინაციას ბალკანეთსა და ადრიატიკის სანაპიროზე. თუმცა რომმა მალევე შეიტყო ამ საიდუმლო ალიანსის შესახებ და ტრადიციული გასაოცარი დიპლომატიური მოქნილობა გამოიჩინა. ნაცვლად იმისა, რომ ფილიპეს წინააღმდეგ არმია გაეგზავნა, რესპუბლიკამ მაკედონიის მეფეს რთული ინტრიგების ქსელი გაუბა. საბერძნეთის შიგნით მისი ძველი მოწინააღმდეგეები აამხედრა და ფილიპეს საკუთარ საზღვრებთან დააბა. მეორე პუნიკურ ომში სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა სიცილიის საკითხმაც. თუ პირველი ომი სწორედ ამ კუნძულის გამო დაიწყო, ახლა იგი თითქოს განზე იდგა. ვითარება ჰანიბალის გამარჯვებებმა შეცვალა. კუნძულის უმთავრესმა ქალაქმა, სირაკუსმა, რომთან კავშირი გაწყვიტა და კართაგენის მხარეს გადავიდა. ამან რომს უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა და მარცვლეულის მომარაგების წყარო დააკარგვინა. სიცილია, როგორც ხმელთაშუა ზღვის ცენტრში მოქცეული სტრატეგიული პუნქტი, ომის საბოლოო ბედს მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა. ამიტომაც რომმა კუნძულის დასაბრუნებლად დიდი არმია გაგზავნა, რასაც მოჰყვა სირაკუზის ლეგენდარული ორწლიანი ალყა. აღსანიშნავია, რომ ქალაქის დაცვას სათავეში ედგა ანტიკური ხანის უდიდესი მათემატიკოსი და ინჟინერი არქიმედე.
მისმა გენიალურმა თავდაცვითმა მანქანებმა რომაელთა იერიშები ნამდვილ კოშმარად აქცია. მიუხედავად დიდი დანაკარგებისა, ხანგრძლივმა ბლოკადამ შედეგი გამოიღო და ქრისტეს შობამდე 212 წელს სირაკუზი დაეცა. ამ გამარჯვებით რომმა საბოლოოდ განიმტკიცა პოზიციები სიცილიაზე. პუნიკურ ომში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა ესპანეთის ფრონტსაც. აქ ბრძოლები ცვალებადი უპირატესობებით მიმდინარეობდა. ეს რეგიონი კართაგენის ძალაუფლების საძირკველს წარმოადგენდა. აქ მდებარე ვერცხლის საბადოები ომის მთავარი ფინანსური წყარო იყო, ხოლო ადგილობრივი ტომები გამოცდილი ქვეითებისა და ცხენოსანი ძალების მომწოდებლები. ომის საწყის ეტაპზე რომმა ესპანეთში ძმების სციპიონები გაგზავნა. 7 წლის განმავლობაში მათ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს და არაერთხელ დაამარცხეს ჰანიბალის ძმა ჰასდრუბალი. თუმცა ქრისტეს შობამდე 211 წელს ვითარება შეიცვალა. კართაგენელთა გაერთიანებულმა სამმა არმიამ ზედა ბეტისის ბრძოლებში რომაელები გაანადგურა. ორივე სციპიონი ბრძოლის ველზე დაეცა, რაც რომისთვის ესპანეთის დაკარგვად აღიქმებოდა. სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში სენატმა სარდლობა 24 წლის კორნელიუს სციპიონს მიანდო. სციპიონი ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა, რომელიც მრავალი თვისებით გავდა ჰანიბალს. თუ ჰანიბალში რომისადმი სიძულვილი ბავშვობაში ჩაინერგა, სციპიონის ხასიათი ჰანიბალთან მუდმივმა დაპირისპირებამ და რომაული ლეგიონების მძიმე მარცხებმა გამოაწრთო. ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში ტიცინოს ბრძოლაში მან მამას სიკვდილს გადაარჩინა. შემდეგ კი საკუთარი თვალით ნახა ტრებიასა და კანეს სისხლიანი კატასტროფები. ესპანეთში ჩასვლისთანავე სციპიონმა შეისწავლა მტრის ფსიქოლოგია, ლოჯისტიკა და ტაქტიკა, ხოლო 1 წლის შემდეგ გენიალური მანევრით აიღო ახალი კართაგენი. ქალაქი მტრის მთავარ ბაზას წარმოადგენდა ესპანეთში. მისი დაცემა კი საბრძოლო მარაგების, იარაღისა და ფინანსების სრულ დაკარგვას ნიშნავდა. ამ გამარჯვების შემდეგ იბერიელი ტომები მასობრივად გადავიდნენ რომის მხარეს. მალე სციპიონმა ჰასდრუბალის დაამარცხა ბრძოლაში, თუმცა მან მოახერხა არმიის დიდი ნაწილი შეენარჩუნებინა და გადარჩენილი ძალებით ალპებისაკენ გაემართა. იმავე გზით, რომლითაც წლების წინ ჰანიბალმა ისარგებლა. ჰასდრუბალი მიხვდა, რომ ომის სასწორი რომის მხარეს გადაიხარა და გამოსავალი მხოლოდ იტალიაში შეჭრას, ჰანიბალთან გაერთიანებას და დედაქალაქის აღება იყო. რომი კიდევ ერთხელ დადგა საფრთხის წინაშე. თუ აქამდე ქვეყანას მხოლოდ ჰანიბალი აოხრებდა, ახლა იტალიაში კართაგენის 2 არმია იმყოფებოდა. რესპუბლიკის მთავარ მიზნად ჰასდრუბალის განადგურება იქცა, ვიდრე იგი თავის ძმასთან გაერთიანებას მოასწრებდა. რომაელებმა ელვის სისრაფით შემოიკრიბეს ჯარები, ჩრდილოეთიდან მომავალ ჰასდრუბალს გზა გადაუღობეს და ალყა შემოარტყეს მას. შეტაკებისას ჰასდრუბალი დაიღუპა. უსარდლოდ დარჩენილი კართაგენული რიგები ლეგიონებმა შემოსრეს. რომაელებმა ჰასდრუბალის გვამი იპოვეს, თავი მოჰკვეთეს და ჰანიბალს გაუგზავნეს. მომდევნო წელს ესპანეთში დარჩენილმა კართაგენულმა ძალებმა რეგიონის შენარჩუნებას სცადეს. თუმცა სციპიონმა მათ საბოლოოდ გადაუწურა იმედი და სასტიკად დაამარცხა ბრძოლაში. მეორე პუნიკური ომის მე-14 წელს ესპანეთი რომის მფლობელობაში გადავიდა. კართაგენის ბატონობა იბერიაში კი სამუდამოდ დასრულდა. ჰანიბალი იტალიაში კვლავ დაუმარცხებელი რჩებოდა, მაგრამ მისი ბრწყინვალე გამარჯვებები უკვე აზრს კარგავდა, რადგან რომი ომს იტალიის ფარგლებს გარეთ იგებდა. ჰასდრუბალის ტრაგედიამ სარდალს თვალნათლივ დაანახა, რომ ომი დასასრულს უახლოვდებოდა. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მე-5. ქრისტეს შობამდე 206 წლის მიწურულს რომში საყოველთაო ზეიმი სუფევდა. ესპანეთიდან რესპუბლიკის ტრიუმფატორი მხედართმთავარი პუბლიუს კორნელიუს სციპიონი დაბრუნდა. 5 წლიანი სისხლისმღვრელი კამპანიის შედეგად სციპიონმა იბერია კართაგენის ბატონობისაგან სრულად გაათავისუფლა.
რამაც იგი რესპუბლიკის უალტერნატივო ლიდერად და ერის მხსნელად აქცია. საზოგადოებაში მყარდებოდა რწმენა, რომ მხოლოდ მას შესწევდა ძალა წერტილი დაესვა ჰანიბალის მრავალწლიანი ტერორისთვის. ხალხის მხარდაჭერით სციპიონი კონსულად აირჩიეს. მიუხედავად მოლოდინისა, რომ ახალი სარდალი ჰანიბალს იტალიის მიწაზე დაუპირისპირდებოდა, სციპიონმა რადიკალურად განსხვავებული სტრატეგია აირჩია. მან ომის გადატანა ჩრდილოეთ აფრიკაში გადაწყვიტა. ახალი კონსულის თამამ გეგმას სენატში გავლენიანი ოპონენტები გამოუჩნდნენ. ხანგრძლივი დებატების შემდეგ სციპიონმა მიიღო ნებართვა სიცილიაში გადასულიყო აფრიკული ექსპედიციის მოსამზადებლად. თუმცა სენატმა მას ახალი ლეგიონების შექმნაზე უარი უთხრა. რესპუბლიკამ სარდალს მხოლოდ მოხალისეთა შეკრებისა და კანეს ბრძოლის ვეტერანების გამოყენების უფლება მისცა. მიუხედავად ხელოვნური ბარიერებისა, სციპიონის რეპუტაციამ თავისი გაიტანა. ერთ წელიწადში მან სიცილიაში 35,000-მდე მეომრისგან შემდგარი არმია ჩამოაყალიბა. კართაგენის მთავრობა აცნობიერებდა, რომ რომი მასშტაბურ სტრატეგიულ შეტევას ამზადებდა. ვიდრე რესპუბლიკა საკონსულო არჩევნებით იყო დაკავებული, კართაგენმა მოულოდნელი დივერსია განახორციელა. ფლოტმა ფარულად გადასხა დესანტი ჩრდილოეთ იტალიაში, რომელსაც ჰანიბალის უმცროსი ძმა მაგონი ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელებმა ქალაქი გენუა დაიკავეს და ჩრდილოეთში მეორე ფრონტის გახსნა სცადეს, მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. მოგვიანებით რომაულმა ლეგიონებმა მაგონის ძალები დაამარცხეს, თავად სარდალი კი მძიმედ დაჭრეს. ძველი წელთაღრიცხვით 204 წელს სციპიონი 400-მდე გემით აფრიკის სანაპიროებისკენ გაემართა. რომაული ლეგიონების გადასვლამ აფრიკაში არნახული განგაში და პანიკა გამოიწვია. კართაგენის თავზე ავის მომასწავებელი ღრუბლები ჩამოწვა. აფრიკის სანაპიროზე გადასხმისთანავე სციპიონმა გააცნობიერა, რომ კართაგენის დასამარცხებლად მხოლოდ რომაული ლეგიონების სიმტკიცე არ კმაროდა. მას სჭირდებოდა უპირატესობა კავალერიაში. სწორედ ამ დროს ასპარეზზე ნუმიდიელი უფლისწული მასინისა ჩდება. მასინისა წლების განმავლობაში კართაგენის მოკავშირე იყო და რომაელთა წინააღმდეგ ესპანეთში იბრძოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ომის სასწორი რესპუბლიკის მხარეს გადაიხარა, მან პოზიცია შეიცვალა და რომის მოკავშირედ იქცა. ამ ალიანსმა საბოლოოდ შეცვალა ძალთა ბალანსი. რომმა მიიღო წვრდომა მსოფლიოში საუკეთესო მსუბუქ კავალერიაზე. ამასობაში კართაგენელებმა დიდი არმია შეკრიბეს და რომაელთა წინააღმდეგ დაიძრნენ. სციპიონმა ნაცვლად ღია შეტაკებისა მოულოდნელი ტაქტიკა აირჩია. ღამის საფარქვეშ რომაელებმა მტრის ბანაკებს ცეცხლი წაუკიდეს. პანიკაში ჩავარდნილი კართაგენელები უიარაღოდ გამოცვიდნენ კარვებიდან, სადაც მათ ჩასაბრებული ლეგიონერები დახვდნენ. ქაოსმა იმაზე მეტი კართაგენელი იმსხვერპლა, ვიდრე ნებისმიერმა ღია ბრძოლამ. მტრის არმია განადგურდა, მალევე სციპიონმა კართაგენელთა მორიგი შენაერთით შემოსრა. კართაგენის ბედი უკვე ბეწვზე ეკიდა. სახელმწიფო სრული განადგურების წინაშე დადგა. ქალაქის სენატმა გააცნობიერა, რომ ერთადერთი მხსნელი იტალიაში მყოფი ჰანიბალი იყო. სასწრაფოდ გაიგზავნა ელჩები და სარდალს სამშობლოში დაბრუნების ბრძანება გადასცეს. 15 წლიანი დაუმარცხებელი კამპანიის შემდეგ ჰანიბალი იძულებული გახდა აპენინის ნახევარკუნძული დაეტოვებინა. ამ პერიოდში მან უპრეცედენტო გამარჯვებებს მიაღწია. ისტორიკოსთა შეფასებით, ჰანიბალის მიერ იტალიაში დათესილმა ომმა ჯამში 700,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამ არნახულმა მსხვერპლმა რომი ფაქტობრივად დემოგრაფიული კოლაფსის ზღვარზე მიიყვანა. მიუხედავად ამისა, მან რომის საბოლოო დამორჩილება ვერ მოახერხა. ჰანიბალმა იტალია მხოლოდ ერთგული ვეტერანების თანხლებით დატოვა, რადგან ადგილობრივი მოკავშირეების დიდმა ნაწილმა აფრიკაში წასვლაზე უარი თქვა. სარდალი აცნობიერებდა, რომ დარჩენილი მეომრები რომის რესურსად იქცეოდნენ. ამიტომ ბევრი მათგანი იძულებით აიყვანა ხომალდებზე, ურჩებს კი დაუნდობლად გაუსწორდა. რომის საზღვაო ჰეგემონიის მიუხედავად, ჰანიბალმა ისარგებლა იმით, რომ რომაული ფლოტი სციპიონის მომარაგებით იყო დაკავებული და ლაშქარი აფრიკაში უსაფრთხოდ გადასხა. ჰანიბალის დაბრუნებამ კართაგენელთა საბრძოლო სულისკვეთება კვლავ აამაღლა.
მათ ხომ ლეგენდარული დაუმარცხებელი მხედართმთავარი ხელმძღვანელობდათ. თუმცა მათ საპირწონედ რომაელებსაც ჰყავდათ საკუთარი გენიოსი, სციპიონი, რომელიც ჰანიბალის მსგავსად დაუმარცხებელი სტატუსს ფლობდა. ომის ბედი ამ ორ დიდ სტრატეგს შორის დაპირისპირებას უნდა გადაეწყვიტა. კართაგენმა უკანასკნელი რესურსით შეკრიბა სახალხო ლაშქარი და მას მოქირავნეებიც მიუმატა. ძველი წელთაღრიცხვით 202 წლის 19 ოქტომბერს ორი უძლეველი გენერალი ერთმანეთს საბედისწეროდ შეხვდა ზამას ველზე. ორივე მხარეს დაახლოებით 40,000-მდე მეომარი ჰყავდა. ჰანიბალმა თავისი არმია სამ ხაზად განალაგა. პირველზე მოქირავნეები იდგნენ, მეორეზე კართაგენელი ახალწვეულები, ხოლო მესამეზე რეზერვში მისი ყველაზე ერთგული ვეტერანები. ფლანგებზე მან 4,000 ცხენოსანი განათავსა, ფრონტის წინა ხაზზე კი 80 სპილო დააყენა, როგორც მთავარი დამრტყმელი ძალა. სციპიონმა სპილოებისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად ტაქტიკურ ინოვაციას მიმართა. ნაცვლად ტრადიციული ჭადრაკისებრი წყობისა, მან ლეგიონები ხაზობრივად ერთმანეთის მიყოლებით განალაგა და მათ შორის ფართო დერეფნები დატოვა. ფლანგებზე სციპიონმა თავისი მთავარი უპირატესობა ნუმიდიური და რომაული კავალერია განათავსა, რომელიც მტრისაზე 2-3ჯერ მრავალრიცხოვანი და გამოცდილი იყო. განსხვავებით ჰანიბალის არმიისგან, სციპიონის თითქმის ყოველი ჯარისკაცი ნაცრთნობი პროფესიონალი იყო. ბრძოლა ჰანიბალის ბრძანებით დაიწყო. 80 სპილომ რომაული ხაზებისკენ მიიტანა იერიში. თუმცა აქ სციპიონის გეგმამ იდეალურად იმუშავა. რომაელმა მესაყვირეებმა ერთდროულად დასცეს ყიჟინა, რამაც ცხოველთა ნაწილი დააფრთხო. დაფეთებული სპილოები უკან გაბრუნდნენ და პირდაპირ კართაგენულ კავალერიას დაეტაკნენ. ამან კართაგენელთა ფლანგებზე დიდი ქაოსი გამოიწვია. დარჩენილი ცხოველები რომაელებმა კორიდორებში მოიმწყვდიეს და შუბოსნების დახმარებით გაანადგურეს. სპილოების იერიშის პარალელურად რომაულმა კავალერიამ ყისიერი იერიში მიიტანა არეულ კართაგენულ ცხენოსან ჯარზე. მრავალრიცხოვანმა რომაულმა კავალერიამ მტერი ბრძოლის ველიდან განდევნა და შორს დაედევნა. სანამ ცხენოსნები ჰორიზონტს მიღმაიყვნენ, ველზე ქვეით და სასტიკი შეხლა შემოხლა დაიწყო. მიუხედავად რომაელი ქვეითების სიმტკიცისა, შეტაკება ცვალებადი უპირატესობით მიმდინარეობდა. არც ერთი მხარე უკან არ იხევდა. სციპიონი იძულებული გახდა თავისი ხაზები გაეშალა, რათა მტრის ვეტერანებს ისინი ალყაში არ მოექციათ. რომაული ქვეითები გამოფიტვის ზღვარზე იყვნენ, როდესაც ბრძოლის ბედი კავალერიის დაბრუნებამ გადაწყვიტა. ბრძოლის კულმინაციურ მომენტში ჰორიზონტზე მასინისას ნუმიდიური კავალერია გამოჩნდა. კართაგენელი ცხენოსნების განადგურების შემდეგ ისინი სრული სისწრაფით დაეშვნენ ჰანიბალის არმიის ზურგში, რამაც კართაგენელთა ხაზები საბოლოოდ გაჰკვეთა. ჰანიბალის არმია ალყაში მოექცა. 20,000 კართაგენელი დაიღუპა, ამდენივე კი ტყვედ ჩავარდა. თავად ჰანიბალი რამდენიმე მხედართან ერთად გაიქცა. ეს იყო მისი პირველი და უკანასკნელი სამხედრო მარცხი. დაუზუსტებელია, თუმცა ზოგიერთი ანტიკური ცნობების თანახმად, ამ საბედისწერო დღეს მზის დაბნელება მომხდარა. ბუნების ეს მოვლენა სიმბოლური აღმოჩნდა. ეს დღე კართაგენელთათვის სამუდამოდ დაბნელდა. ზამას ბრძოლამ წერტილი დაუსვა 17 წლიან სისხლის მღვრელ ომს. მეხუთე ნაწილის დასასრული. მეორე პუნიკური ომი. ნაწილი მე-6. ქრისტეს შობამდე 200 წელს ზამას ველზე განცდილი კატასტროფის შემდეგ კართაგენს წინააღმდეგობის გაწევის არავითარი რესურსი აღარ გააჩნდა. ერთ დროს მრიცხანე იმპერია, რომელმაც რომი დაღუპვის პირას მიიყვანა, ახლა თავად აღმოჩნდა ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე. ქალაქში მძიმე ატმოსფეროს უფევდა. მოსახლეობამ და სენატმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ შემდგომი სამხედრო წინააღმდეგობა მხოლოდ კართაგენის სრულ განადგურებას გამოიწვევდა. არჩევანი აღარ არსებობდა. გადარჩენის ერთადერთი გზა კაპიტულაცია იყო. კართაგენმა რომში მშვიდობის თხოვნით ელჩები გაგზავნა, თუმცა ამჯერად დიპლომატიური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობდა. პირობებს ულტიმატუმის ენით გამარჯვებული მხარე
რომი კარნახობდა. მომდევნო წელს რომსა და კართაგენს შორის ოფიციალურად დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის პირობაც იმაზე დამამცირებელი და მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. 17 წლიანი სისხლისმღვრელი ომის შედეგად კართაგენმა დაკარგა ესპანეთი და ყველა ზღვისგაღმა სამფლობელო, რითაც მისი გავლენა მხოლოდ აფრიკის მცირე ტერიტორიით შემოიფარგლა. ქალაქ სახელმწიფოს აეგრძალა ყოველგვარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოება და ომის დაწყება რომის ნებართვის გარეშე. ამასთანავე, რესპუბლიკამ კართაგენს ჩამოართვა მისი უმთავრესი სამხედრო სიძლიერე, მთელი ფლოტი და საბრძოლო სპილოები. კართაგენმა, როგორც საზღვაოზე სახელმწიფომ, არსებობა შეწყვიტა. მეორე პუნიკური ომის ფინალმა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო წესრიგი. რომი ხმელთა შუა ზღვის აუზის ერთადერთ უალტერნატივო ჰეგემონად იქცა, რამაც საფუძველი ჩაუყარა მომავალი მსოფლიო იმპერიის ეპოქას. რომთან ზავის დადების შემდგომ კართაგენში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა. საზოგადოების ნაწილი სამხედრო კრახში ჰანიბალს ადანაშაულებდა. სახელოვანი მხედართმთავარი აცნობიერებდა, რომ სამშობლოში მზარდი ოპოზიციის მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობა ელოდა. მიუხედავად გარკვეული უკმაყოფილებისა, ხალხის უმრავლესობა მას კვლავ უდიდეს პატივს სცემდა. რესპუბლიკას სჭირდებოდა ავტორიტეტული და პოპულარული ლიდერი, ასეთი კი უპირობოდ ჰანიბალი იყო. ჰანიბალი ქვეყნის უმაღლეს ხელისუფლად სუპეტად აირჩიეს. მიუხედავად ომში განცდილი მარცხისა, მას ბავშვობაში დადებული ფიცი არ დავიწყებია. როგორც სახელმწიფოს მეთაურის, მისი ყოველი საჯარო გამოსვლა რევანშისტული პოლიტიკით იყო გაჯერებული, რაც ქვეყნის შიდა და გარე მტრების წინააღმდეგ დაუნდობელ ბრძოლას გულისხმობდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, ჰანიბალმა მმართველ ფენებსა და ეკონომიკურ სფეროში ფუნდამენტური რეფორმების გატარება დაიწყო. პარალელურად, მან აქტიური დიპლომატიური კავშირი დაამყარა სირიის სამეფოს მმართველთან, ანტიოქე მესამესთან. რომში მალევე მიხვდნენ, რომ ჰანიბალის მეთაურობით კართაგენი კვლავ საშიში კონკურენტი ხდებოდა. რესპუბლიკამ პირდაპირი ომის ნაცვლად ვერაგულ ტაქტიკას მიმართა. მათ კართაგენული სენატის ოლიგარქიული ფრთა ჰანიბალს დაუპირისპირეს. შიდა პოლიტიკური ინტრიგებისა და რომაული მუქარის ფონზე ჰანიბალი იძულებული გახდა სამუდამოდ დაეტოვებინა სამშობლო. მან გეზი აღმოსავლეთისკენ, კერძოდ კი სირიისკენ აიღო, სადაც ანტირომაული კოალიციის შექმნას იმედოვნებდა. სირიის სამეფოს კარ შეფარებული ჰანიბალი მეფე ანტიოქეს მთავარი სამხედრო მრჩეველი გახდა. ის მონარქს დაჟინებით სთავაზობდა რადიკალურ სტრატეგიას, რომელიც ომის კვლავ იტალიის მიწაზე გადატანას გულისხმობდა. ჰანიბალს სჯეროდა, რომ რომის მოდრეკა მხოლოდ მისსავე კედლებთან იყო შესაძლებელი, თუმცა ანტიოქე ეჭვითა და შიშით უყურებდა სარდლის გენიას. საბოლოოდ, რომის გრძელი ხელი ჰანიბალს აღმოსავლეთშიც მიწვდა. 60 წელს მიღწეულმა სარდალმა თავშესაფარი ჯერ სომხეთში მოიპოვა, შემდეგ კი ბითინიის სამეფოს შეაფარა თავი. თუმცა სადაც არ უნდა წასულიყო, რესპუბლიკის აჩრდილი მუდამ თან დაჰყვებოდა მას. როდესაც რომაელებმა ბითინიის მეფეს ჰანიბალის გადაცემა კატეგორიული ულტიმატუმით მოსთხოვეს, 64 წლის მხედართმთავარმა გააცნობიერა, რომ მისი მრავალწლიანი ოდისია დასასრულს მიუახლოვდა. ის მიხვდა, რომ სოფლიოში აღარ დარჩა ადგილი, სადაც რომის დაუნდობელ შურისძიებას დაემალებოდა. ერთ დროს უძლეველი სარდალი, რომლის სახელიც რესპუბლიკას შიშის ზარს სცემდა, ახლა საბოლოო და გარდაუვალი მარტოობის წინაშე აღმოჩნდა. მან საკუთარი სახლის ფანჯრიდან დაინახა, რომ რომაელი ლეგიონერების მიერ სრულ ალყაში იყო მოქცეული. სანამ მეომრები მასთან შეიჭრებოდნენ, ჰანიბალმა ბეჭედში შენახული საწამლავი დალია. მომაკვდავი მხედართმთავრის უკანასკნელი სიტყვები მწარე ირონიით იყო გაჯერებული. მე, რომმა კი არა, კართაგენის სენატმა დამამარცხა. დავათავისუფლოთ ძველი შიშისაგან რომაელები, რომლებიც მოუთმენლად ელიან მოხუცის სიკვდილს. ჰანიბალის აღსასრულით დასრულდა მთელი ეპოქა. სიმბოლურია, რომ სწორედ იმავე წელს სამშობლოსგან შორს გარდაიცვალა მისი უდიდესი მოწინააღმდეგე სციპიონიც.
სციპიონ აფრიკელი. სწორედ ამ საპატიო წოდებით შევიდა იგი მსოფლიო ისტორიაში მეორე პუნიკური ომის დასრულების შემდეგ. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ სციპიონი იყო ერთადერთი მხედართმთავარი, რომელმაც ჰანიბალის გენიალური ტაქტიკა შეისწავლა და ის თავად ავტორის წინააღმდეგ გამოიყენა. მან ჯერ იბერიის ნახევარკუნძული გაათავისუფლა კართაგენელთა ბატონობისაგან. შემდეგ კი ომი აფრიკის კონტინენტზე გადაიტანა. ზამას ბრძოლაში მოპოვებული გადამწყვეტი გამარჯვებით, მან რომი ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთადერთ ჰეგემონად აქცია. რესპუბლიკაში დაბრუნებულ სარდალს არნახული პატივითა და დიდებით შეხვდნენ. სციპიონი რომის ყველაზე პოპულარული და გავლენიანი ფიგურა გახდა. თუმცა სწორედ ამ უზომო აღიარებამ განსაზღვრა მისი დაცემა. მას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტები გამოუჩნდნენ. მოწინააღმდეგეები შიშობდნენ, რომ სციპიონის გავლენა საფრთხეს უქმნიდა რესპუბლიკურ წყობას და ის შესაძლოა დიქტატორი გამხდარიყო. დაიწყო სციპიონის მიზანმიმართული დევნა და დამცირება. მისი ღირსებისა და მოპოვებული ტიტულების შებღალვის მცდელობა. საბოლოოდ, ბედის ირონიით მასაც ჰანიბალის მსგავსი ხვედრი ერგო. სამშობლომ, რომლის გადასარჩენადაც მან ყველაფერი გაიღო, მასზე უარი თქვა. იმედგაცრუებულმა სციპიონმა დატოვა რომი და სიცოცხლის ბოლო წლები სამხრეთ იტალიაში ნეპაყოფლობით გადასახლებაში გაატარა. გარდაცვალების წინ მან დაიბარა, რომ მის აკლდამაზე შემდეგი სიტყვები ამოეკვეთათ. უმადურო სამშობლო, შენ ჩემს ძვლებსაც კი არ იმსახურებ. ისტორიამ დაამტკიცა ერთი სასტიკი ჭეშმარიტება. რომი არაფერს ივიწყებს და არაფერს პატიებს. ჰანიბალის ფენომენალურმა ცხოვრებამ, მისმა ბრწყინვალე გამარჯვებებმა და პირადმა ტრაგედიამ საბოლოო ჯამში კართაგენის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. იმ სამყარომ, რომელიც ჰანიბალმა შექმნა, სამყარომ, სადაც რომი პირველად დადგა განადგურების რეალური საფრთხის წინაშე, რესპუბლიკას დაუნდობელი გაკვეთილი ჩაუტარა. რომაელთა მეხსიერებაში ჩაბეჭდილი პუნიკური შიში იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ კართაგენის არსებობა მათთვის უკვე გაუსაძლისი იყო. იწყებოდა მესამე და საბოლოო პუნიკური ომი. მეორე პუნიკური ომის დასასრული. მესამე პუნიკური ომი. ჰანიბალის საბოლოო დამარცხებისა და 17 წლიანი სისხლის მღვრელი ომის დასრულების შემდეგ რომის რესპუბლიკა სრულიად ახალ ისტორიულ ეტაპზე გადავიდა. ზამასველზე მიღწეულმა გამარჯვებამ არა მხოლოდ წერტილი დაუსვა მრავალწლიან დაპირისპირებას, არამედ რომი ხმელთაშუა ზღვის აუზის უალტერნატივო ჰეგემონად აქცია. მას შემდეგ, რაც დასავლეთიდან მომავალი საფრთხე გაქრა, რესპუბლიკის მზერა აღმოსავლეთისკენ მიემართა. სულ რამდენიმე ათწლეულში მაკედონია, სირია და საბერძნეთი ეტაპობრივად რომაული გავლენის სფეროში მოექცა. სამხედრო ტრიუმფებმა რესპუბლიკაში კოლოსალური სიმდიდრე, აურაცხელი ტყვე და მანამდე არნახული ძალაუფლება მოიტანა. თუმცა ისტორია იშვიათად ვითარდება ერთმხრივად. სანამ რომის ყურადღება აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთზე იყო მიპყრობილი, კართაგენმა ეკონომიკური აღორძინება დაიწყო. კართაგენი, რომელიც რომმა სამხედრო თვალსაზრისით წელში გატეხა, განადგურების ნაცვლად აღორძინების გზას დაადგა. აფრიკის ნოყიერი მიწები კვლავ უხმოსავალს იძლეოდა. ვაჭრობა მიუხედავად მკაცრი კონტროლისა, თანდათან გამოცოცხლდა. კართაგენმა ძიმე კონტრიბუციების გადახდაც კი ნაადრევად შეძლო. ყოველივე ეს რომაულ სენატში დიდ გაკვირვებასა და რაც მთავარია, პუნიკურ შიშს იწვევდა. რომაელებს კარგად ახსოვდათ ისტორიის გაკვეთილი. პირველი პუნიკური ომის შემდეგ კართაგენი დამარცხდა, მაგრამ წლების შემდეგ კვლავ ფეხზე დადგა. რომზე შურისძიების წყურვილმა კი ჰანიბალი წარმოშვა. სწორედ ეს დაუჯერებელი სიცოცხლის უნარიანობა გახდა იმ რადიკალური პოლიტიკის საფუძველი, რომლის მიხედვითაც მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნებოდა მყარი, თუ მეტოქე საერთოდ აღარ იარსებებდა. ამ განწყობის ყველაზე მკაფიო გამომხატველი იყო მარკუს პორციუს კატონი, რომელიც სენატში ყოველ გამოსვლას ერთი და იმავე ფრაზით ასრულებდა. და მაინც ვფიქრობ, რომ კართაგენი უნდა დაინგრეს. რომმა შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც კართაგენს ჩიხში აქცევდა. ამ გეგმის მთავარი ინსტრუმენტი რესპუბლიკის ერთგული მოკავშირე ნუმიდიის სამეფო იყო, რომელიც რომის მითითებებით კართაგენის საზღვრებს ავიწროებდა.
მეორე პუნიკური ომის შემდეგ დადებული ხელშეკრულება კართაგენს უგრძალავდა ყოველგვარი სამხედრო მოქმედების დაწყებას რომის ნებართვის გარეშე, რის გამოც ქალაქი იძულებული იყო პროვოკაციები აეტანა. წლების განმავლობაში კართაგენელთა დიპლომატიური მიმართვები რომში უპასუხოდ რჩებოდა. რესპუბლიკა შეგნებულად არ ჩქარობდა კონფლიქტის მოგვარებას. დაძაბულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. მრავალწლიანი დამცირების შემდეგ კართაგენმა ნუმიდიელთა წინააღმდეგ იარაღი აიღო და სამხედრო მოქმედება დაიწყო. სწორედ ეს ნაბიჯი გახდა რომისთვის ომის გამოცხადების ლეგიტიმური საბაბი. თავდაპირველად რომაელებმა 300 მძევალი და სრული განიარაღება მოითხოვეს. კართაგენმა ომის თავიდან აცილების იმედით ყველა პირობა შეასრულა. დაცალა არსენალები და საჭურველი რესპუბლიკას გადასცა. თუმცა, როდესაც ქალაქი სრულიად უმწეო დარჩა, რომმა საბოლოო ულტიმატუმი წამოაყენა. მოსახლეობას უნდა დაეტოვებინა ქალაქი და ზღვიდან მოშორებით დასახლებულიყო. ეს ნიშნავდა კართაგენის როგორც საზღვაო და სავაჭრო ცივილიზაციის ფაქტობრივ განადგურებას. წაყენებულმა ულტიმატუმმა კართაგენში საყოველთაო მძვინვარება გამოიწვია. მოსახლეობამ სამშობლოს უბრძოლველად დათმობას თავგანწირვა არჩია. ქალაქი ერთ დიდ სამხედრო ბანაკად იქცა. სახელმწიფო დაწესებულებები, კერძო სახლები და სახელოსნოები იარაღის საწარმოებად გადაიქცა. მოქალაქეები განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ სოციალური მდგომარეობისა დღე და ღამე ამზადებდნენ საბრძოლო საჭურველს, რათა რომისთვის უკანასკნელი წინააღმდეგობა გაეწია. ქრისტეს შობამდე 159 წელს რომაული ლეგიონები აფრიკის სანაპიროზე გადმოსხდნენ და კართაგენს ალყა შემოარტყეს. თავდაპირველად რომაელები სწრაფად გამარჯვებას ელოდნენ. ქალაქი უიარაღოდ იყო დარჩენილი, ფლოტი აღარ გააჩნდა, ხოლო სამხედრო რესურსები თითქმის ამოწურული ჩანდა. თუმცა მათ წინაშე აღმოჩნდა საზოგადოება, რომელიც გმირულ წინააღმდეგობას უწევდა. ქალაქში ჩამოყალიბდა სამხედრო საბჭო, რომელმაც თავდაცვის სისტემის აღდგენა დაიწყო. იარაღის წარმოება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. მოკლე დროში ათასობით ხმალი, შუბი და კატაპულტი დამზადდა. ისტორიული ცნობებით ყოველდღიურად ასობით ფარი და ათეულობით საბრძოლო მანქანა მზადდებოდა. კართაგენი საომარ ქალაქად გადაიქცა. ალყის პირველი 2 წელი რომისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ქალაქი ხმელეთიდან და ზღვიდან ბლოკირებული იყო. მიუხედავად ამისა, კართაგენის მოსახლეობა შიმშილისა და რესურსების მწვავე დეფიციტის ფონზე მაინც ურყევ წინააღმდეგობას უწევდა მტერს. დამცველები აქტიურად იყენებდნენ კატაპულტებს, ალმოდებულ ისრებს და მოულოდნელ კონტრშეტევებს. რამდენიმე შემთხვევაში თავად რომაული ბანაკებიც კი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. პარალელურად, ლეგიონები საბრძოლო მოქმედების ნაცვლად მიმდებარე ტერიტორიების ძარცვით იყვნენ დაკავებულნი, რაც ალყის ეფექტიანობას ამცირებდა. ამ პერიოდში ერთადერთი რომაელი ოფიცერი, რომელიც სამხედრო ნიჭით გამოირჩეოდა, ახალგაზრდა სციპიონ ემილიანუსი იყო. ის ჩვენთვის კარგად ნაცნობი სციპიონ აფრიკელის შვილობილი გახდათ. სწორედ მისი სტრატეგიული გამჭრიახობით გადაურჩნენ რომაული ქვედანაყოფები კართაგენელთა გამანადგურებელ კონტრშეტევებს. ემილიანუსის ავტორიტეტი თანდათან გაიზარდა და რომში საბოლოოდ მიხვდნენ, რომ ომის მოსაგებად აუცილებელი იყო სციპიონის გენია. სარდლობა მას გადაეცა. ახალმა მთავარსარდალმა სწრაფად გააცნობიერა, რომ პირდაპირ იერიშით ქალაქის აღება უზარმაზარ მსხვერპლს გამოიწვევდა და აქცენტი კართაგენის სრულ იზოლაციაზე გადაიტანა. ძველი წელთაღრიცხვით 146 წლის დადგომისთანავე სციპიონი გადამწყვეტ იერიშზე გადავიდა. კედლის გარღვევის შემდეგ დაიწყო ომის ყველაზე შემზარავი ფაზა – ქუჩის ბრძოლები. თითოეული კვარტალი და მრავალსართულიანი სახლი მცირე ციხესიმაგრედ იყო ქცეული. რომაელები იძულებულნი იყვნენ სახლიდან სახლზე გადასულიყვნენ, სადაც ყოველი სართული ცალკე თავდაცვით პოზიციას წარმოადგენდა. 6 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტაკებებმა ქუჩები ნანგრევებითა და გვამებით აავსო. მე-6 დღეს კართაგენის სარდალმა ჰასდრუბალმა დანებება არჩია, თუმცა მისი მეუღლის საქციელი ისტორიაში კართაგენული სულის სიმბოლოდ იქცა. მან ქმარს ლაჭრობა დასწამა, შვილებით ცეცხლმოკიდებულ ტაძარში გადაყარა და თავადაც ალმოდებულ შენობაში დაასრულა სიცოცხლე. ქალაქი კიდევ 17 დღის განმავლობაში იწვოდა.
სციპიონ ემილიანუსი დიდხანს მდუმარედ დახურებდა ფერფლად ქცეულ კართაგენს. მას გვერდით ედგა ანტიკური ეპოქის დიდი ისტორიკოსი პოლიბიოსი, რომლის გადმოცემითაც სციპიონს უთქვამს. ოდეს მე მსგავსი რამ შეიძლება რომსაც დაემართოს. საუკუნოვანი პუნიკური ომები საბოლოოდ დასრულდა. პირველმა ომმა რომს ზღვაზე ბატონობა მოუტანა. მეორემ მისი სახელმწიფოებრივი სიმტკიცე გამოსცადა, ხოლო მესამემ მისი ჰეგემონია დაადასტურა. რომმა გაანადგურა თავისი უდიდესი მეტოქე. კართაგენი აღიგავა პირისაგან მიწისა, რესპუბლიკა კი იმპერიად იქცა, რომელსაც წინ სციპიონის წინასწარმეტყველება და გარდაუვალი დაცემა ელოდა. პუნიკური ომების დასასრული.